ორშაბათთან იწყება მოგესალმებათ პეტრე პავლოვის მარხვა. ეკლესიამ ეს მარხვა დააწესა სწორედ ორი დიდი ადამიანის 8 წლის აღსანიშნავად, ერთის მხრივ მოციქულთა თავთა პეტრეს და პავლეს მათი 8 წლის აღსანიშნავად, სწორედ იმ მიზანასახულობით და მიზანმართულობით, რომ ხაზი გაუსვას კიდევ ერთხელ ერთის მხრივ ქრისტიანობის არსს და მეორეს მხრივ თუ როგორ შეიძლება ადამიანები შეუდგნენ ქრისტეს რა პრინციპებით. აი პეტრე და პავლე თავის მხრივ განასახიერებს სწორედ იესო ქრისტეს მიერ გაცხადებულ მისი აღდგომის შემდგომ პრინციპებს თუ როგორ შეიძლება ირწმუნოს და შეუდგეს ადამიანი ქრისტეს. პეტრე ის ადამიანია, რომელმაც მაცხოვრის სიცოცხლეში, ანუ მიწაზე მოღვაწეობის პერიოდში შეუდგა მას და გახდა მოციქული, ხოლო პავლე არის ადამიანი, რომელმაც არ უხილავს მაცხოვარი ცოცხალი ხორჩი მყოფი დედამიწაზე და მისი მოქცევა თქმის ცნობილი არის ყველასთვის, თუ როგორ მოხდა მისი მოქცევა და ამიტომაც როცა ვამბობ, რომ ეს არის ორი ადამიანი, რომელიც განასახიერებს ზოგადად ქრისტიანების აღმსარებლობის ფუნდამენტურ პრინციპებს, იმაში მდგომარეობს, რომ გახსოვთ ალბათ, როცა თომა მოციქული არ უხილავს აღდგარი მაცხოვარი და როდესაც იხილავს მაცხოვრის განცხადებას და სიტყვებს, მნიშვნელოვან სიტყვებს ჩაუკვირდეთ და გავიხსენოთ, რომ ძალიან კარგია, ვისაც უხილავს და აი ამ კატეგორიაში არის პეტრე მოციქული, რა თქმა უნდა, მან იხილა და ირწმუნა და შეუდგა ბევრი წინააღმდეგობით ახსავსე ცხოვრება განვლო მან, რა თქმა უნდა, და არის პავლე, რომელსაც არ უხილავს, მაგრამ რწმენა. აი ამ კატეგორიის, რა თქმა უნდა, ჩვენ ყველანი ამ კატეგორიაში ვხვდებით და სწორედ პეტრე და პავლე თავმოციქულ იმიტომ უწოდა ეკლესიამ, რომ არა რაღაცა სუბორდინაციის მხრივ, რომ ვიღაცა მოციქულებზე მეტნი არიან, არამედ მათი დამსახურების და მათი 8 წლის მხრივ ეკლესიის წინაშე. ამიტომაც ქრისტიანული ეკლესია სწორედ ამ 8 წელს კიდევ ერთხელ ამ მოციქულების 8 წელს კიდევ ერთხელ შეგვახსენებს და შეგვაგონებს და მარხვა სინანულისა და მარხვა და ლოცვა ის ორი იარაღია, ორი შეჭურვილი აბჯარი არის ქრისტიანებისთვის, რომლებმაც უნდა გამოვიყენოთ ყველა ეს საშუალება, რათა მივემსგავსოთ ერთის მხრივ მათ 8 წელს და არათუ მათ 8 წელს პეტრეს და პავლეს, არამედ ჩვენი мотиваცია, ჩვენი მოწოდება უფრო მეტი არის. ვიყვნეთ სრული ვითარცა მამა სრულ არსს, ამობს თავად იესო ქრისტე. რომი წმინდა მოციქულების პეტრესა და პავლეს მოღვაწეობისას უკვე აღარ იყო ქალაქი, რომელიც თავისი არსებობის პირველ ხანებში გამოირჩეოდა სილამაზით, სულის სიმტკიცის, წესჩვეულებების სისადავით, სამშობლოს სიყვარულით. ყველაფერ ამას უკვე დაეკარგა თავისი თავდაპირველი მნიშვნელობა, რომელთა სახელმწიფო იმთავითვე პოლითეისტური, ესე იგი მრავალღმერთიანი გახდათ და იქ ცხოვრებლის სხვადასხვა ღმერთებს სცემდნენ თაყვანს. ეს თაყვანისცემა მოკლებული იყო ყოველგვარ რელიგიურობას. ამდენად მათი ღმერთებთან დამოკიდებულება ძალიან ზერელე იყო. ამიტომაც იყო, რომ მათ არაფრად მიაჩნდათ სხვა ქვეყნებიდან შემოსული რელიგიები და არ ცდილობდნენ მათ შეზღუდვას. რომაელები მთლიანად სუწმენაში იყვნენ გადავარდნილი. ისინი თავიანთი მომავლის გამოცნობას ჩიტების გადაფრენით, სამსოფლო ცხოველების შიგნეულობებით ცდილობდნენ, დღეებსაც უბედურ და ბედნიერ დღეებად ყოფდნენ. აღმოსავლეთიდან რომში შემოჭრილი იყო მოგვთა მკითხაობა, სპარსული და ქალდეურის სიბრძნეების სწავლებანი. ეს რელიგიები არ იზღუდებოდა იმიტომაც, რომ მათ არსებობას უკვე კარგა ხნის ისტორიები გააჩნდათ და რომაელებიც ასე თუ ისე იცნობდნენ მათ. აი ასეთი ნიადაგი დახვდა რომში შემოსულ ქრისტიანულ სარწმუნოებას, რომელმაც იწყო ჭეშმარიტების ქადაგება და ნელ-ნელა მიიქცია კიდეც ადამიანთა ყურადღება სხვადასხვა რელიგიებიდან. მათ იწყეს ცნობიერების შეცვლა, შეიცვალა მათი დამოკიდებულება სახელმწიფოს მიმართაც. ეს კი შეუმჩნეველი არ დარჩენიას რომის სახელმწიფო მოხელეებს და ამდენად ქრისტიანობა მიუღებელი გახდა რომაული სახელმწიფოსთვის. გარდა ამისა, ამ რელიგიას არ ჰქონდა საუკუნეების გამოცდილება. ის სულ ახლახან იდგამდა ფეხს. ამდენად ქრისტიანობა, რომელთა აზრით იყო გამონაგონი იმ ადამიანის ირგვლივ, რომელიც ერთ-ერთი მათი პროკურორის პილატე პონტოელის მიერ მოიკლა. მისმა მიმდევრებმა კი იწყეს მისი აღიარება ღმერთად, რომელთათვის სრულიად მიუღებელი იყო უსუსური ადამიანის ღმერთად აღიარება. ამიტომ ისინი რელიგიად არ თვლიდნენ ამ აღმსარებლობას, დაიწყეს კიდეც მათი ქმედებების შეზღუდვა. ისინი უბრძალავდნენ მათ ღვთისმსახურებას. გარდა ამისა, რომში ხომ თავად იმპერატორი მიიჩნეოდა ღმერთად, ამიტომაც სოფლიოს ამ ქალაქში დაწესებული იყო სწორედ იმპერატორის თაყვანისცემა და მათთვის საკურთხევლების აგება და მსხვერპლშეწირვა. მათი ქანდაკებების წინ აკმევდნენ საკმევლებს. ეს სავალდებულო იყო რომის ყველა მოქალაქესთვის.
ის ფილოსოფოსები და მეცნიერები, რომლებიც თავიანთ ნაშრომებში ხშირად დასცინოდნენ ღმერთებისადმი რწმენას, ვეღარ ბედავდნენ იმპერატორთათვის თაყვანისცემის პროცესებზე უარის თქმას. ქრისტიანები კი არავის არ ცნობდნენ ღმერთად იესოს გარდა. ამიტომ სახელმწიფოსაც და ხალხსაც გაუჩნდა აზრი, რომ ისინი სულაც არ იყვნენ მორწმუნეები. აიქცალა მათთვის ყოველგვარი ღვთისმსახურებების ჩატარება, რომ მათი წყეს ფარული შეკრებები რომის კატაკომბებში. ამან კიდევ უფრო გააღრმავა რომაელთა ეჭვები იმის შესახებ, რომ ქრისტიანები მტრობდნენ რომაულ სახელმწიფოს. იმპერატორთა სასახლეებში კი კვლავ იწირებოდა მსხვერპლები კერპებისთვის. რომაელებს აშმაკებდათ მათი ასეთი დამოკიდებულება და ცილს წამებდნენ ქრისტიანებს. ამბობდნენ, რომ ისინი მსხვერპლად წირავდნენ თავიანთ ღმერთს ადამიანებს და სჭამდნენ კიდეც მათ. ამგვარ და კიდევ სხვა ათასგვარ ჭორს უგონებდნენ გალილეველებს, როგორც უწოდებდნენ ისინი ქრისტიანებს. მათ არ წარმოედგინათ ნორმალურად აღეკვათ ადამიანები, რომლებიც თაყვანისცემდნენ ჩვარსულ ღმერთს და მოულოდნელ მკვდრეთი დაუდგომას. ისინი შეშლილებად მიიჩნევდნენ მათ. ქრისტიანებს შვიდად გადაქონდათ ყოველივე ეს და ცოლსულობდნენ თავიანთ დევნილებზე. იმ დროს რომის იმპერატორი გახდათ ნერონი, რომლის ბრძანებითაც მოხდა პავლე მოციქულის განთავისუფლება საყოველედან. 64 წელს რომის აშენებმა ხანძარმა მოიცვა, განადგურდა ქალაქის დიდი ნაწილი. ისტორიკოსების აზრით ეს ხანძარი თავად ნერონმა გააჩაღა. ამბობენ, რომ მან ეს იმიტომ გააკეთა, რომ ისედაც სურდა ქალაქისთვის იერსახის შეცვლა და დიდი შენობების აგება. გადმოცემა გვიამბობს, რომ თავად ნერონი მსახიობის სამოში გამოწყობილი მეცენატთა მაღალი კოშკური და სიამოვნებით შეცგეროდა აალებულ ქალაქს. ხანძარი 6 დღე ბძინვარებდა, დაიწყო გამოძიება. ნერონმა ყველაფერი ეს ქრისტიანებს გადააბრალა. იჭერდნენ ქრისტიანებს და წამებით კლავდნენ. დევნა 4 წელს ნერონის გარდაცვალებამდე გაგრძელდა. ყველას აწწუნებდა ნერონისგან წამების ახალ-ახალი სახეობების გამოგონებები. აი რას წერს ერთ-ერთი ცნობილი ისტორიკოსი სტასისი. ადამიანებს ხეცების ტყავში ახვევდნენ და ძაღლებს ასე უგდებდნენ სასაგლეჯას. ზოგს კი საწვავს ასხამდნენ და ჩირაღდები ცოცხლად უკიდებდნენ ცეცხლს. ასეთი ცოცხალი ჩირაღდნებით იყო გადანათებული ხშირად იმპერატორ ნერონის ხეივანი. ნერონის ბაღი იქცა ამ საშინელი სანახაობების ადგილად. იქვე ტარდებოდა ცხენების რბოლა, რომელშიც მეეტლის სამოში გადაცმული თავად იმპერატორი მიმოაქროლებდა ცხენებს. სწორედ ამ საშინელ პერიოდში მოღვაწეობდნენ რომში შემდგომში მოციქულთა თავებად დადგენილნი პეტრე და პავლე მოციქულები. ისინი კვლავ უშიშრად განაგრძობდნენ სახარების ქადაგებებს. ამით დაემსახურეს კიდეც წარმართებში სიძულვილი. ამ დროს რომში ცხოვრობდა სვიმონ მოგვი, მასაც სურდა ქრისტიანები და ყველაფერს აკეთებდა ქრისტიანთა საწინააღმდეგოდ. თავის თავს კი წარმოადგენდა დიდი ძალის მქონე ღმერთად, სამყაროს შემქმნელად. ამით მოიპოვა მან ძლიერი გავლენა ნერონზე. ჩვენამდე მოაღწია უძველესი საეკლესიო მამების მონათხრობებმა სვიმონსა და პეტრე მოციქულზე. სვიმონმა განუცხადა თურმე პეტრეს, რომ იგი თავად იყო ღმერთი, სამყაროს წყლიადისაგან დასაცავად მოსული. და ამაში რომ დაერწმუნებინა რომაელებს ამაყად განუცხადა, ახლა ყველას დასანახად აფრინდებით საში. გადმოცემის მიხედვით მოგვა მართლა შეძლო სწრაფად ბაღლა აფრენა, მაგრამ სწრაფადვე იწყო ქვემოთ ვარდნა. დავარდნისას მან ფეხი მოიტეხა. მისი ეს წარუმატებლობა ბრმო მოციქულთა იყოფნას მიაწერა და ამის შემდეგ კიდევ უფრო გაძლიერდა ქრისტიანთა დევნა. ეშმაკისაგან შეპყრობილმა სვიმონმა კი მალე თავიც მოიკლა. სვიმონის სიკვდილითა და საერთოდ ქრისტიანობის გავრცელებით გაღიზიანებულმა ნერონმა გაშმაგებულმა იწყო მოციქულთა ძებნა მოსაკლავად. მორწმუნეებმა დაარწმუნეს პეტრე გასულ და საფრთხეს. ქალაქის გასასვლელში მას წინ შემოხვდა რომში მომავალი უფალი. გაუცებულმა პეტრემ კითხა, უფალო, სად მიდიხარ? რომში შენს ვაგიროთ რომ ვეცვა ჯვარს. გონს მოეკო პეტრე და უკან დაბრუნდა, სადაც იგი შეიპყრეს კიდეც. ამასობაში წმინდა პავლე მოციქულმა კი ქრისტიანად მოაქცია ნერონის ერთ-ერთი საყვარელი ცოლი, რისთვისაც შეიპყრეს პავლე მოციქული. აქ მამერთილის საყურბილეში წმინდა მოციქულებმა პეტრემ და პავლემ დაახლოებით 10 თვე დაჰყვეს. მათ აქაც შეძლეს 57 ადამიანის მოქცევა ქრისტიანობისკენ. მოაქციეს საპყრობილის მცველებიც, თავად კი მშვიდად ელოდნენ თავიანთ აღსასრულს. პეტრე მოციქული 67 წელს გაიყვანეს შვარზე საცვლელად. სანამ მას შვარს აცვამდნენ, მანამდე მისი მეუღლე კოლმურდინა მოკლეს მის თვალწინ. პეტრე მოციქული მას ასეთი სიტყვებით ამხნევებდა, გახსოვდეს უფალი. მერე მოციქულიც გაიყვანეს შვარზე საცვლელად. მაშინ წმინდანმა სთხოვა ჯალათებს შვარზე თავით ქვემოთ დაეკიდათ იგი. მან თავი ღირსად არ ჩათვალა, წილად რგებოდა უფლის მაგვარი აღსასრული. ცველებად შეუსრულეს პეტრე მოციქულს თხოვნა და ჯვარზე თავდაღმა დაკიდეს. ასე მოწამეობრივად აღესრულა პეტრე მოციქული. პავლე მოციქული კი კიდევ ერთი წელი მოღვაწეობდა რომის საპყრობილეში. ტიმოთესადმი გაგზავნილ უკანასკნელ ეპისტოლეში პავლე მოციქული წერს:
ამიერიდან მიმელის მე სიმართლისა იგი გვირგვინი, რომელი მომცეს მე უფალმა მას დღესა შინა, არა ხოლომე, არამედ ყოველთა, რომელთა შეიყვარეს გამოჩინება იმისი. მალე პავლე მოციქულის გაიყვანეს დასასჯელად. მოციქულმა მშვიდად გადაიტანა ჯერ წყალში შაგდება, მერე კი ასევე მშვიდად შეეგება თავის უკანასკნელს ჯარს. მან თავისი თვალით იხილა, როგორ მიატოვა ბერმა მეგობარმა იგი შიშით, მაგრამ მისი მოწყვე და ოფლის სიყვარულის გაკვე აღარავის შეეძლო. ეს სიყვარული სავსებით საკვარისია ამ ქვეყნიური განსაცდელების დათმენისა და სიკვდილისთვისაც. წმინდა პავლე მოციქული, როგორც რომაელი მოქალაქე, არ აცვეს ჯვარს, მას ხვლით მოკვეთეს თავი. ვარაუდობენ, რომ ქრისტიანებმა მათი გვამები კატაკომბებში დაკრძალეს, რომელთა რიცხვი რომში სულ უფრო მრავლდებოდა. მორწმუნეების შემდეგ იკრიბებოდნენ მათ სამარხებთან და სასოებით აღავლებდნენ მათთვის ლოცვებს. ამჟამად წმინდა პეტრეს ნეშტი მისივე სახელობის ტაძარში განისვენებს. მისი მარჯვენა მკლავი კი მალტის კუნძულზეა დასვენებული. პავლე მოციქულზე უფრო დაწვრილებითი ცნობებია შემონახული ვიდრე პეტრეზე. მოციქულთა საქმეების წიგნი წმინდა პეტრესი იერუსალიმის კრების შემდეგ აღარაფერს გვიამბობს. თუმცა გადმოცემით კი ვიცით, რომ იგი რამდენიმე წელი განაგებდა ანტიოქიის ეკლესიას და გულხურვალედ უქადაგებდა ანტიოქელებს, რომლებიც გაფანტული იყვნენ მცირე აზიაში, სირიასა და ბაბილონის სხვადასხვა მხარეში. ჩვენ გვაქვს მისგან დატოვებული 2 ეპისტოლე, სადაც იგი მორწმუნეებს ურჩევს ყოველთვის ჰქონდეთ ღვთის იმედი და რომ მოთმინებით გადავიტანოთ ამ ქვეყნიური განსაცდელები. პეტრეს მეორე ეპისტოლი დაიწერა სულ ცოტა ხნით ადრე მისი სიკვდილიდან. წმინდა ეკლესია პეტრე პავლობის დღესასწაულს აღნიშნავს ძველი სტილით 29 ივნის, ახალი სტილით კი 12 ივლისს. დაუწოდეს მათ მოციქულთა თავებს, რადგან ისინი ყველაზე მეტად დაშვრენ ქრისტიანული ეკლესიის გავრცელებისთვის. ზოგის ვარაუდით პეტრე იყო რომის ეპისკოპოსი, მაგრამ ზუსტი დასაბუთება ამისა არ გაგვაჩნია. პეტრე მოციქული უფრო იუდეველებთან ქადაგებდა, პავლე მოციქული კი წარმართებდა, რისთვისაც მას ხშირად წარმართა მოციქულსაც უწოდებენ. ამ მარხვაში შედგომა და მარხვის აღსრულება კი არ წარმოადგენს დიდი მოციქულების პეტრე და პავლე მოციქულების ღვაწლის გამეორებას. არა, ეს შეუძლებელია. თითოეულ ჩვენთანაც აქვს თავისი ინდივიდუალური გზა გასავლელი იესო ქრისტემდე. არამედ ეს არის სწორედ შეგონება, გახსენება თუ რა ვართ ქრისტიანები, რას წარმოადგენს ეს ჭეშმარიტი სარწმუნოება და მოგესალმებათ მარხვის ხანგრძლივობა, ამ მარხვის ხანგრძლივობა ეს ცვალებადი არის თვითონ დღესასწაული, თავთა მოციქულთა არის უცვლელი 12 ივლისს აღინიშნება, ხოლო მარხვის დაწყება არის ცვალებადი და დაკავშირებულია ეს, რა თქმა უნდა, სულთმოფენობასთან. სულთმოფენობა კი თავისთავად დაკავშირებულია მაცხოვრის აღდგომასთან, 50-ე დღეს განხორციელდა ეს დიდებული ეკლესიის დაფუძნება, ახალი აღთქმის ეკლესიის დაფუძნება, რაც არის სულთმოფენობა, მოგეხსენებათ. ამიტომაც არის ცვალებადი და ამ ცვალებადობიდან გამომდინარე, ხან არის შეიძლება იყოს 8 დღეც ყველაზე პატარა ეს მარხვაც და ხან შეიძლება იყოს 5 კვირაც კი და ან 40 დღესაც გასტანოს ამ მარხვამ. ამიტომ მარხვის რაოდენობას, რა თქმა უნდა, არ აქვს მნიშვნელობა მორწმუნეთათვის, არამედ დამოკიდებულებას და იმ მაღალ მოტივაციას, რაც არის ერთისწყლ ქრისტიანობა და რისთვისაც მოწოდებული ვართ ყველანი, სიწმინდისთვის, ცათა სასუფეულის დამკვიდრებისთვის და კიდევ ვიმეორებ, მარხვა ეს არის ყველაზე საუკეთესო საშუალება, რათა ადამიანმა ერთისწყლ თავისი სულიერი ინტელექტუალური ძალების მობილიზაცია მოახდინოს და ასე შეუდგეს ქრისტეს და მეორეს მხრივ კიდევ ერთხელ გაიაზროს თუ რა საუნჯითლობელი არის, რაც არის ქრისტიანობა. მერთმა ყველას ხელი მოუმართოს ამ დიდ და საპატიო გზაზე. ცოტამ თუ იცი